მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ გამოქმედებას მედია ადვოკატირების კოალიცია განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაციის წევრებმა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ მკაცრად გმობენ ჟურნალისტების მიმართ ქართული ოცნების კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას. მედია ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარის მამუკა ანდღულაძის თქმით, ოცნების მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლებას, საზოგადოების ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე წვდომას მიზან მიმართულად ზღუდავს. მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას. გუშინ 2 ივნის ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისათვის არასასურველი სიტყვებისა თუ ტერმინების გამოყენების აკრძალვა მოითხოვა და შესაბამისად TV პირველისა და ფორმულას სამართალდარღვევად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციის ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე დასანქცირებული კახა ბექაური უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც ძალადობრივი რეჟიმის ხარდაჭერისათვის ევროპის პარლამენტის რეზოლუცია იძლევა. TV პირველმა ფორმულამ და მთავარმა არხმა 2 ივნის გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების კომისიაში მათ წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ საჩივრები შეიტანა. ოცნება მათ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება. საუბარია ტერმინებზე: არალეგიტიმური პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე, ოლიგარქის დეპუტატი, რეჟიმის საქალაქო სასამართლო და ასე შემდეგ. საკითხს დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, მცდელობა, რომ მედიაში სიტყვების აკრძალვა დაიწყოს ორუელის წიგნიდან წამოსული წესებია, რაც ოცნების მხრიდან. მისი თქმით, რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებაზე და ამავდროულად მათ სისუსტეზე მიანიშნებს. ის რაც იწყება დღეს მედიას წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლებული იყოს თქვენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის სუფთა ორველის წიგნიდან წამოსული რაღაცა წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს ეს საზოგადოება დგას, იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტს ვერაფერს ვერ მოერევიან. ქართული ოცნების წევრები კრიტიკულ მედია საშუალებებს პარტიულ რუპორობაში, ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებასა და პროპაგანდაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ახლა კანონის აღსრულება მიმდინარეობს, რის გამოც მაუწყებლებმა უნდა დაადასტურონ, რატომ არის რომელიმე უწყება არალეგიტიმური და აქციებისას დაკავებული პირები პოლიტპატიმრები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტყვებს, ეს ყველაფერი გამომჭვირის და გამომდინარეობს ამ ქვეყნის მგრევის სურვილიდან, რომელიც გააჩნიათ კონკრეტულ მედია საშუალებებსაც. ეს მედია საშუალებები ხო რეალურად არ არის, ეს არის პროპაგანდისტული პარტიული რუპორები, რომლებიც აჟღერებენ არა ქართული ხალხის და არა ჩვენი საზოგადოების სურვილებს, აზრებს და ასე შემდეგ, არამედ მიმართული არიან ექსტრემიზმის წახალისების და პროპაგანდისთვის ჩვენს ქვეყანაში და იმ ძალების ხარდაჭერისთვის, რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებს გარედან სამწუხაროდ მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად. ამიტომ კეთილი ინებონ ახლა ყველამ და როდესაც აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არის არალეგიტიმური, რომელიმე პატიმარი არის პოლიტპატიმარი, ეს ყველაფერი დაადასტურონ. კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ მომჩივანი ადვოკატი ნათია ბოკუჩავა, რომელსაც სარჩელის წარსადგენად ირაკლი კობახიძის მინდომილობა ჰქონდა. დოკუმენტებში ჩანს, რომ საჩივარი არამხოლოდ სატელევიზიო ეთერით გასულ ფრაზებს, არამედ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებსაც ეხება. მარეგულირებელ კომისიას კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მაუწყებლების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციის გამოყენება შეუძლია. მათ შორისაა გაფრთხილება, დავალება შინაარსის გამოსასწორებლად, ფინანსური ჯარიმა, დროებითი რეგულაცია ან შეზღუდვა და ლიცენზიის ჩამორთმევა. ბოლო დროს მიღებული კანონების გარდა ქართული ოცნების პარლამენტში 28 მაისს კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დარეგისტრირდა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც კომუნიკაციების კომისიას შეეძლება სასამართლოს მიმართოს და კომერციული ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს.